2026 წელს ხდები 100 წლის. მე ვერ ვიცოცხლებ იმდენ ხანს, რომ ქვეყანა ისევ ნახო, როგორც მე მის მომავალს ვხედავ, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ესეთი მომავალი იქნება. მომავალმა თაობებმა იშრომონ და იზრუნონ და თუ საჭიროა იბრძოლონ კიდეც აი ამ უკეთესი მომავლისათვის. ჯერ ჩვენი ძველები გვასწავლიდნენ, რომ ძალა ერთობაში. აი ეს ერთობა რომ არ იყო საქართველოში ისტორიულად წინათ, აი ამან ძალიან ბევრი დაგვიშალა. ქვეყანას უჭირს, მაგრამ ჩვენი ისტორია გვეუბნება, რომ ჩვენმა გაახლეჩამ ერთმანეთთან რომ იყო ძალიან ბევრი დაგვაკლო და ძალიან უკან დაგვწია. ეხლა ხან წავიკითხე ერთი ძალიან საინტერესო წიგნი, სადაც მიმოხილულია ის მისწრაფება, რომელიც ჰქონდათ მე-18 და მე-19 საუკუნეებში ერეკლე მეფეს და იმის შემდგომ მოსულ პირებს, რომ რაღაცნაირად საქართველო დაეკავშირებინათ ევროპასთან. ევროპული მომავალი ეს ის სხვა არის რაღაცა კოლოფი, რომ მოიტანოთ თქვენ და დადგათ და უყუროთ და ვთქვათ ევროპული მომავალი. ევროპული მომავალი არის ის, სადაც უპირატესობა აქვს ერთმანეთის პატივისცემას, კანონს, ქმნის იმ ბუნებრივ ზღვარს, რომელიც ცივილიზებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს და რომელიც არ აძლევს მას უფლებას ჩაიდინოს ის, რაც ჰუმანურობის პრინციპის წინააღმდეგ მიდის. ახალი წელი იმედი მაქვს, რომ მოიტანს უკეთეს მომავალს და აი სწორედ ამ მომავლის იმედით ულოცავ ყველას, ვინც ახალი საქმეებისკენ და ახალი წარმატებისკენ იყურება. მე არ მომწონს ის, როდესაც რთულ სიტუაციაშიც ხალხი იმედს კარგავს და წუწუნებს, რომ ვაი როგორ არის საქმე და დავიღუპეთ და ასე. არა. უნდა ხნეთ ვიყოთ და აი სწორად ეს არის, რასაც მე უსურვებ ყველა ადამიანს ჩვენს ქვეყანაში იმისათვის, რომ ერთიანი ძალებით უკეთესი მომავალი მოვიტანოთ.